ეგრეთ წოდებული ციხის ბუნტის საქმე გახსნილია ბაჩუ ახალაიას ბრალდება უნძიმდება პლატონ მამარდაშვილი, ზურა ვიბლიანი, ლევან ცინდელიანი, გიორგი ავალიანი. გამოძიება ყოფილ მინისტრს 4 პატიმრის ცემასა და სასტიკ წამებაში ადანაშაულებს. საქმის მასალების მიხედვით სწორედ ცემის ფაქტი გახდა ეგრეთ წოდებული ბუნტის მიზეზი. რკინის ხელკეტები, იარაღის ტარი, დამამცირებელი მოპყრობა. მეცხრე არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ორი დაზარალებული ყოფილი პატიმარი სამკურნალო დაწესებულების დირექტორის კაბინეტში მომხდარს დეტალურად იხსენებს. ორივე მათგანს წამების კვალი დღემდე ეტყობა. 7 წლის შემდეგ ცნობილი ხდება იმ დავალების შესახებაც, რომელიც ეგრეთ წოდებულ ბუნტამდე ახალაიამ მსჯავრდებულ მამარდაშვილს მისცა, თუმცა გეგმა ჩავარდა. ციხის ბუნტის საქმე გახსნილია 2006 წლის მარტში ორთაჭალის პირველ და მეხუთე საპყრობილეში, ასევე პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში მომხდარ ბუნტში ბრალი ბაჩუ ახალაიას წაუყენეს. გამოძიების მტკიცებით პატიმართა ამბოხების მიზეზი ბაჩუ ახალაიას, მეგის ქარდავას, დავით ჭაკუას და რევაზ ჭარბაძის მხრიდან სამკურნალო დაწესებულებაში დირექტორის კაბინეტში 4 პატიმრის სასტიკი წამებაა. ბიბლიანს ამ პატიმრისთვის უნდა შეეთავაზებინა, რომ საკუთარ სხეულზე მიეყენებინა რაიმე სახის მსუბუქის დაზიანება, შემდგომ ეჩივლა უფლებადამცავ ნანა კაკაბაძესთან და ამ დაზიანების მიყენებაში დაედანაშაულებინა ბაჩანა ახალაია. ახალაიას გეგმით მამარდაშვილისა და ვიბლიანს შორის შემდგარი საუბარი ჩაიწერებოდა ფარული კამერით. მას შემდეგ, რაც ვიბლიანის მიერ შერჩეული პატიმარი მიიყენებდა დაზიანებას და იჩივლებდნენ ნანა კაკაბაძესთან, რომელიც თავის მხრივ ამ ფაქტს პრესაში და ტელევიზიაში გაახმაურებდა, ბაჩანა ახალაია გამოაქვეყნებდა მამარდაშვილისა და ვიბლიანს შორის შემდგარი საუბრის ფარულ ვიდეო ჩანაწერს. ძიების მიხედვით 4 პატიმრის, კანონიერი ქურდის, პლატონ მამარდაშვილის, გიორგი ავალიანის, ზურაბ ვიბლიანის და ლევან ცინდელიანის ცემის მიზეზი ბაჩუ ახალაიას დავალების შეუსრულებლობა გახდა. ბაჩუ ახალაიამ პლატონ მამარდაშვილს დაავალა საშელის შემსუბუქების სანაცვლოდ ციხეში ერთ-ერთი პატიმრისათვის ფიზიკური დაზიანების მიყენების ინსცენირება მოეწყო. მამარდაშვილი, რომელმაც დავალება არ შეასრულა, ახალაიამ სამ პატიმართან ერთად დირექტორის კაბინეტში დაიბარა. 2006 წლის 27 მარტს ღამის პირველ საათზე იგი მეგის ქარდავასთან, რევაზ ჭარბაძესთან, მეშვიდე საპყრობილის დირექტორთან გიორგი ფოლადაშვილთან და სპეციალური დანიშნულების რაზმის რამდენიმე წევრთან ერთად მივიდა სამკურნალო დაწესებულებაში და მოითხოვა დირექტორის კაბინეტში დასჯის მიზნით მieყვანათ მსჯავრდებულები. ზურაბ ვიბლიანი, რომელიც ავადმყოფობის გამო პატიმრობიდან 2012 წლის დეკემბერში გათავისუფლდა, პირად საუბარში გვიდასტურებს, რომ მამარდაშვილს ახალაიასგან ეს დავალება ჰქონდა. ვიბლიანი სასტიკი ცემის შედეგად დაინვალიდდა და დღემდე მკურნალობს. იგი ცემაში პირადად ახალაიას ადანაშაულებს. კითხა, დღე, თვე, რიცხვი, საათი, რაზეც ვიბლიანმა უპასუხა, რომ ეს თქვენცაც კარგად არის ცნობილი. ამის შემდეგ გაარტყა ახალაიამ თვითონ დაუნდაღნიშნოს, რომ ყველანი იყვნენ იმაში, რა ქვია, ნიღბებში. იგივე მერე ისეც ემეს. და ვიბლიანი გადაარჩინა იმან, რომ მაგით დაიდგა ტელევიზორის და თავი იმის ქვეშ მოხვდა. გათიშვამდეც ემეს. ლევან ცინდელიანი, რომელიც ციხიდან იანვარში გათავისუფლდა, დირექტორის კაბინეტში რკინის ხელკეტებით და იარაღის ტარებით სასტიკი წამების დეტალებს იხსენებს. მისი თქმით, წამებაში უშუალოდ ახალაია მონაწილეობდა. ცემის გამო ცინდელიანს 4 ოპერაცია დასჭირდა და დღემდე მკურნალობს. არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ ერთ ციკლით რა და სპეცნაზი გამოიძახეს, სამივე კაცი სპეცნაზმა გაგვიყვანა, ისეთ დღეში ჩაგვაგდო, რომ ვიბლიანი დღემდე ინვალიდის ეტლით გადაადგილდება, მოძრაობა არ შეუძლია, ავალიანი დაინვალიდეს ისიც. დირექტორის კაბინეტში 4 პატიმრის სასტიკი წამების შედეგად პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში დაწყებული მსჯავრდებულთა პროტესტი პირველ და მეხუთე დაწესებულებებსაც მოედო და პატიმართა ბუნტად შეფასდა. ბუნტის ორგანიზებისათვის ბრალი წარედგინა 6 პატიმარს, პლატონ მამარდაშვილს, ლევან ცინდელიანს, ზურაბ ვიბლიანს, გიორგი ავალიანს, მალხაზ ზედელაშვილსა და ნიკოლოზ მახარაძეს. სამი მათგანი, მამარდაშვილი, მახარაძე და ზედელაშვილი, ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდები არიან. მოგვიანებით ბუნტის საქმეზე კანონიერი ქურდი ტარიელ ფოცხვერია იგივე ტარასაც დააკავეს. რაც მათ უნდათ, რომ რაღაცა ვიზუალი შეექმნათ, რომ იქ მამარდაშვილი იყო, ელაპარაკება ვიბლიანი, ზედელაშვილს, რომელიც ინვალიდის ცეტრისის, ეს კადრები აჩვენეს და რაღაცა ფრაგმენტულად, რაღაცა სიტყვები ისმის, რომლიდანაც მათ მერე რაღაც ერთმანეთზე მიკოწიწებით და მონტაჟით შექმნეს რაღაც იმის ილუზია, რომ თითქოს მართლაც ასეთი სცენარი იდგმებოდა. ეს იყო ერთგვარი ფაბრიკაცია ტყუილ მართალის, თუ როგორ შეიძლებოდა
რაღაც მიზნის მისაღწევად დამდგარიყო რაღაც კონკრეტული გარემოებები, დაეყენებინათ ეს გარემოება, შეექმნათ და ერთ მთლიანობაში წარმოედგინათ მასშტაბურობა, რომელსაც ერქვა არატოლერანტობა და ყველანი ციხეში, განსაკუთრებით იმ კატეგორიის ხალხისა, რომლებიც მოიაზრებენ და წარმოადგენდნენ ქურდული ტრადიციებს და კანონიერ ქურდებად არიან ისინი საზოგადოებაში ცნობილი. დაახლოებით ერთი თვის წინ ციხის ბუნტის საქმეზე გასამართლებული პატიმრები გამოძიებამ დაზარალებულებად ცნო. 7 პატიმრიდან მახარაძე გარდაიცვალა, 2 გათავისუფლდა და 4 პატიმარი სასჯელს ჯერ კიდევ იხდის. ბუნტისათვის გასამართლებული პატიმრების ოჯახის წევრები ბაჩუ ახალაიას და სასჯელ აღსრულების მაშინდელი ხელმძღვანელების დასჯას ითხოვენ. ხურთანდი მიუტანია სახე ამას ახალაიას და ახლა მე გინება გითხრა როგორ რა მოხდა იქ ხორში უკითხია რომ რა რიცხვი არის დღესო ბავშვისთვის და ალბათ უთხრა რომ სადაც რიცხვი არის ესე და მე შეუფურთხებია და იმის შემდეგ ალბათ დაარტყა როაწამის და როსცემეს და რო დახოცეს ეს ბიჭები და ხელად ჩაიყვანეს მეშვიდეთი დღემდე სანამ ეს ახალი მთავრობა არ მოვიდა მანამდე იყო მეშვიდე იზოლატორში ხანდისხან კრეჩიც იყო ციხის ბუნტის შედეგად ოფიციალური მონაცემებით 7 პატიმარი სპეცრაზმის შტურმს ემსხვერპლა. ბუნტის ოფიციალურ მიზეზად მაშინ კრიმინალური ავტორიტეტების მიერ არეულობის მცდელობა დასახელდა.